ჩემი ჯანმრთელი 28 წლის შვილის თავის ქალა შუბლიდან ცხვირამდე არის გატეხილი. ვიშიმშილებთ მანამ სანამ კაცთმოძულე პროკურორი არ მოშორდება აქედან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახი გენპროკურორის გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში 17 იანვრიდან შვილმკვდარი დედა ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებას აანონსებს. დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი ეს ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა. კუპატაძის მხარდამჭერი აქცია გენპროკურატურასთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა. საგარეო უწყება ატლანტის ოკეანეში ამერიკის მიერ დაკავებულ გემთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას, რომ ტანკერს ქართველი კაპიტანი ჰყავდა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც გამოეხმაურა და დაწერა, რომ გემის ქართველი წევრების შესახებ ცნობების მოძიებას ცდილობენ. საქართველოში სიგარეტის საშუალოდ 20-30 თეთრით გაძვირდა. BPN სავაჭრო ობიექტებში განუცხადეს, რომ ეს საბოლოო გაძვირება არაა და იმპორტირებულ სიგარეტზე ფასმა იანვრის ბოლომდე შესაძლოა ისევ მოიმატოს. თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ოცნების კანონპროექტია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. რუსეთი დათმობას იწყებს, სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს. ცუდია, რომ რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში იმპულსს კარგავს, ასე გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტი დუგინი მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს.